გამარჯობათ, მე ვარ ილო ბეროშვილი. კალატოზის გასაგონად ვიტყვი ჯერ კიდე ახალგაზრდა შენგან განსხვავებით. მომაყარეთ კითხვები, ენთუზიაზმით სავსე ვარ. გაი ბატონო. ფეხბურთი ვინ შეგაყვარა? ადრე ქონდა შავ-თეთრი ტელევიზორი, აი ესე რომ უნდა გადართო რა. მე მქონდა ეგეთივე, ოღონდ ფერადი ფოტონი. ის რა იყო არ მახსოვს, მაგრამ შავ-თეთრი იყო. მახსოვს რომ მამაჩემი უყურებდა ხოლმე ორ სპორტს, ეს იყო ჰოკეი და ეს იყო ფეხბურთი. ხო და ამ ფეხბურთს რო ეჯდა, ეხლა რომელი წლებზე გეუბნები, ცი 85, 86, როცა მე ვიყავი 5-6 წლის უკვე. მაშინ ვერ უყურებდი და რაღაცა უკვე მომწონდა რა თქმა უნდა რა, მაგრამ მე კიდე სოჩიში ვიყავით დედაჩემი რაღაც თერაპიაზე თუ რაღაცა სამკურნალოდ იყო ჩასული და მანდ ვიყავით ქირით და იქ ერთი ტიპი იყო, რომელიც მაშინ ხო გახსოვს როგორ იყო, ეხლა მაშინ 22 წლის ტიპი იყო, ეს ულვაშები თმები ისე ქონა რომ გეგონებოდა კაც 50 წლის კაცია და მე ეხლა პატარა ვიყავი კიდე უფრო და რაღაცა იმხელა მომეჩვენა ეს ტიპი და ჩაიცვა ესე სახში და წავედიო სათამაშოთო რა. და რომ ნახე რომ ეს გეტრები ამოიცვა, ეს ბუცები როგორც შეიკრა, ეს რაღაცა ფორმა ჩაიცვა, ეგრევე გამინათ და თვალები. ვით ჯორჯიაში ხელფასი რამდენი ქონდა? ხელფასი იყო როგორ იცი ჩვენთან, მაშინ ეს დიდი ფული იყო ოღონდ რა. 2001-2002 გულისხმობ რა. იყო გარანტირებული ხელფასი და იყო კიდე პლუსები რა. ეს გარანტირებული ხელფასი დაახლოებით ქონდა 1500 თუ 2000 ლარი, მაგრამ თითო მოგებაზე იყო გასვლაზე 700 ლარი, სახში 500 ლარი. ეხა იქიდან გამომდინარე რომ მაშინ კაი გუნდი ვიყავით და რეალურად ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით და გავხდით კიდევაც ერთხელ 3000 ლარი გამომდიოდა, რაც იმ დროისთვის იყო უზარმაზარი ფული. აი უზარმაზარი ფული. ყველაზე მაგარი სტადიონი საქართველოში, სადაც ნათამაშები გაქვს. დინამო. ცალსახად. რა თქმა უნდა, მესხი როცა გააკეთეს, მე საერთოდ მიყვარს ძალიან დიდი სტადიონები რა, აი მასშტაბი დიდი. მე თვითონ კარგად დავრბოდი რა და ვიყავი მარჯვენა ნახევარმცველი, ამიტომ ჩემთვის სივრცე მნიშვნელოვანი იყო რა. დინამო მაინც იმიტომ რომ შეუდარებელი გზნობაა, როცა იცი რომ იგივე მოედანზე წლები თამაშობდნენ აი ეს დიდი ფეხბურთელები, რომელსაც ვიცნობთ ისტორიიდან რა. ვის სტილში თამაშობდი? მე ჩემის ხრივ ძალიან მიყვარდა ვან ბასტენი, ჰოლანდიის გულშემატკივარი ვიყავი დიდი ხანი. ერთადერთი 94-ში ბრაზილიაც მომწონდა ძალიან და გულშემატკივრობდი მასაც, მაგრამ პირველ რიგში ჰოლანდია. პატრიკ კლაივერტზე ვგიჟდებოდი და არველაძეზე ვაბოდებდი, როცა აიაქსში იყო, მაგრამ აიაქსი ჩემი საყვარელი გუნდი იყო და შოთის სტილიც, თამაში ძალიან მიყვარდა. მე აი ვან ბასტენზე აქ მე დამცინა იმანა, ტატო და კალატოზმა აუ მოინდომა ვან ბასტენი, ბიჭო, ვან ბასტენის დონეს კი არ ვიძახი, კაცო. აგერ თუ გინათ მიგიყვანთ ეხლა რავი ნებისმიერი პირველი ლიგის თამაშზე და ვიღაცა ფეხბურთელი იქნება, რომელიც შეიძლება თქვა რომ რაღაცით აი იმას მაგონებს სტილისტურად. ეგ. და არა ის რომ იმის დონეზე ხარ. კალათბურთზე კიდე რომ კალათბურთელი რო ყოფილიყავ, მეთქი ალბათ ჩემი ზომიდან გამომდინარე, ერთი ზომის ტიპები ვართ, მე და კრისპოლი რა. ასისტები იმასაც უყვარს, მეც მიყვარს ასისტები და რამე რო ყოფილიყო და კალათბურთში წავსულიყავი, მეთქი ალბათ სტილისტურად უფრო ეგრემე. აუ მოინდო. ჯვარა, ვინ ადარებს იმას თავს, კაცო? ნეაპოლეტანური პიცა თუ ტაფის ხაჭაპური? ტაფის ხაჭაპური ცალსახად. და რატო? ერთი ტიპი იყო, საიდან იყო, სხვა ქალაქიდან იყო, პალერმოდან იყო, თუ საიდან იყო, ვაჟაზე პიცებს აკეთებდა რა, იტალიელი იყო და თან ყიდდა რა და რო შევედი მეუბნება რომ this is the real pizza, what are they doing? ნაპოლია ვაჟაზე კიდე რაღაცა რა, ის პიცერია და this is the lavash, your bread, it's not a pizza. მეუბნება და ნეაპოლიტანური პიცა მე არ მიყვარს. ტაფის ხაჭაპურზე. აი, ოღონდ როგორ ტაფის ხაჭაპურზე, იცი? მარტო ახალი გაკეთებული ცხო ძალიან გემრიელია, აი მეორე დღის გაფიცხული ფეჩზე ოღონდ რომ გააფიცხებს ცოტა ოდნავ ფულს მოაყრის და კიდევ ერთხელ კარაქ ზემოდან დაადევს ეგ და ჩაი რა ნეაპოლიტანური პიცა თუ ძმა ხარ მაგასთან შედარებით რა. ოღონდ აი ბებო უნდა იყოს და ფეჩი უნდა იყოს და ცოტა გამორული უნდა იყოს და დიდი კრუშკა როა ჩაის ეგეთი უნდა ჩაგიცხას რა. შენ რო ეტყვი რომ არა აქ მინდა და იგალაკელი ხარეთი. დაიწყე ბიჭო ძალიან ნორმალურად რასასვამ ასე. მაგიტომ ახარ ეგეთი გაწმლებული და აგერ ახლა ჩემი ბიჭი მოვიდეს 8 წლისა დაგაგდებს ეგ. აი მათთან უნდა ჩახვიდე და მოიხოდები ეგრევე რა. ყველაზე მაგარი ქართველი მწვრთნელი? ცალსახად ახალკაცი. ცალსახად ახალკაცი და არა მხოლოდ მისი სტრატეგიული თქვა ხედვების გამო და ასე შემდეგ რა. 11 ქართველის დამორჩილება ჩემს უკვე რაღაც გარკვეული მიღწევა უნდა იყოს რა. ცალკე ევორდი უნდა იყოს, რომ 11 ქართველი ერთად ისე შეინარჩუნა და ათამაშა, რომ რამე მოიგეს კი არა, არ დაიშალნე. ჯანი კარნევალეს რა ენაზე ელაპარაკებოდით? ქართული, იტალიური, ინგლისური და რუსული ქონა შერეული ერთმანეთს. და იწყებდა ესე რომ
she just naverna dzundzuli and later is a stretching and ancora khoda mere baro passi when I talking to you you maracha და ბრაზდებოდა თუ ეკეტებოდა მე აღარც ინგლისური იტალიურად მაგრამ ერთ ფრაზას იძახდა this is eta mafia no Sicilia eta mafia Tbilisi იზა რა მაფიო აქ არის მოუ ისეთები აქ ნანახი როგორი ახლა იტალიანი მცნარი ხარ ვიღაც გირეკავს ღამე და გეუნება რომ ათამაში იგი თუ არა ხო ჩემი ცოლის დაქალები Netflix-მა რო გადაიღოს შენს პერსონაჟს ვინ ითამაშებდა მე გეტყვი ვათამაშებდი კოლინ ფარელს რა ვიცი ანუ ისე მაზავო იქნებოდა ხო მაგრამ აუ კოლინ ფარელი ისეთი ნიჭიერი კაცი ტყუილა არ თქვა ალპაჩინომ რომ მაგთაობის საუკეთესოა მაგრამ ესე რომ პაპსაპონში მიუდგე ხარ ერთი ტონი სოპრანოსკენ მიდიხარ იქ გენდელფინის ეთამაშე იმიტომ რომ იმ ჟანრში ხო ის პონტი იქნებოდა თორე არჩიკა იქნებოდა ხანიჩირაძე იქ ამიტომ არ ვიცი კოლინ ფარელი უბრალოდ თავ ასაკის პონჩი ცდილობდა ხა ბრედ პიტი და დიკაპრიო და ისინი გამორიცხე მათი არ არის კი როგორ ვარჩევთ აქ ზივარ რა ბიჭო ყველა ითამაშებდა რა მოიგებდა ეგენი სხვა დონის სხვაგან არიან ყველაფერს ითამაშებდა ყველა გეტყვი Boardwalk Empire ნანახი გაგვთ მე კაროჩე ამ Boardwalk Empire და ვისაც გიყვართ ეს მაფიოზული ფილმები ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს სტივ ბუშემი არის მთავარ როლში Atlantic City-ზე არის 30 აი როგორ გაიჩიტნენ პირველად ალ კაპონე ლაკი ლუჩიანო მაიერ ლანსკი ბაქსი სიგელი ეგ მაგ ტიპების აი სუპატარები რო იყვნენ და ნელ-ნელა რო ამოდიან ეგ პერიოდია რა და მან ლაკი ლუჩიანოს ვინც თამაშობდა სახელი და გვარი არ მახსოვს აი მგონია იქნებოდა იდეალური ყველაზე სასაცილო რაც სტადიონის ტრიბუნიდან დაუყვირიათ. რა თქმა უნდა ის კაცო საღო. ეგ არის ჩემთვის რა გითხრათ, დღემდე ყველაზე დიდი კომპლიმენტია. ახლა ვინმეს რო ეტყვი რომ რატო არის შენთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი ახლა მაგას რო გეძახიანო, გეტყვი რომ გორში ვისაც ნათამაშები არ გაქვთ და ვინც არ იცით იქ გულშემატკივრები რეებს გეძახიან, აი მაგ ყველაფრის ფონზე რო ვიღაცა საღოლს გეტყვის, მე რაც უნდა ის მოაყოლოს. საღოლ იყო რა, იცი რომ აი საღოლცმაო, რა გოლი გაიტანე, მაგრამ მაგრამ ეგ საღოლ იყო გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მაგალითად ვიღაცას ჯორჯიის სტადიონზე დაეძახო, რომ ჯიგარი ხარ რაღაც საღოლ, ეგ აი იქ იყო ეგ, იმიტომ რომ რა ვიცი რა. შოთა არველაძე როგორი სტენდაფერი იქნებოდა? ძალიან კაი. რატო? რა ვიცი, ძალიან კაი იუმორი აქ განათლებაც რაც სტენდაფისთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბუნებრივი და ორგანული. ხო, სპეციფიური ხმაც აქვს, რაც ასევე ჩემეზით მოუხდებოდა და დამახასიათებელი იქნებოდა. თან შოთისას და აჩისას აქვს რა, იცი რომ როცა ადამიანს აქვს კარგი ბაგაჟი, რაღაცებს რო ღადაობს რა, არ ღადაობს წელს ქვემოთ, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ აქვს შესთავაზებელი, იმიტომ რომ იუმორში როგორ არის, იცი რომ ეხა რაღაცა ადრე ეგრე იყო, ეხა არავის არაფერი აღარ უგვის, მაგრამ რო იტყოდი ტრაკი და რაღაც ეს იქცევდა რა ყურადღებას. თან საქართველოში ეხა ანეკდოტს რო ყვებიან ხოლმე რა, მან თქო თავისი პონტი, ანუ ანეკდოტი თუ მთავრდება ეს დედა რა, უკვე სხვანაირი ის აქვს. მაგალითად, მამა ეუბნებაში უზორო რაღაცა შედე მე არა მაქვს შენ ამოგცე რო უთქო რომ მარტო რო თქვას რომ მე არა მაქვს შენ მოგცე ის არ არის შენ ამოდგულო უნდა დააყოლო თუ რაღაცა რა და რას გულისხმობ ან ვიღაცა მაგალითად ვიღაცის ტრაქზე იღადავა ვიღაცის იმაზე გარეგნობაზე რა ეგ დიდად დამიყვარს აი შოთი დაჩის ქონათ ეგ რო თუ გადაობდნენ შეიძლება უწმაწური სიტყვები ეთქვათ მაგრამ განა იმიტომ რომ ამ უწმაწური სიტყვების ხარჯზე გამოჩენილი იყვნენ ან რაღაცა არა უბრალოდ იმიტომ რომ იმ ისტორიას სხვანაირად ვერ მოყვები ხო და კონდათ მათ ეს ბაგაჟი რა იქნებოდა ძალიან მაგარი აუ ყველას მოგესალმებით აბა და მორეგი სტენდაპი ვხიოთ. შენ აი მაგალითად ეს შენი შეყვარებულია იქ რო ზის და რაღაცებს ეთქვა და მოუხდებოდა რა. სატელევიზიო შოუები გიყვარს კიდე? ჯონ სტიუარტი მიყვარს ძალიან, რომელს მონოლოგებიც Daily Show რაც არის. ნაწილობრივ იმიტომ რომ მათთან ვიყავი ჩასული ნიუ-იორკში ტრენინგზე 5 დღე, პატივი მქონდა რომ კომედის ცენტრალზე ყოფილიყავი და უშუალოდ მენახა შიდა სამზარეულო სცენარისტებთან საუბრები, როგორ კეთდება საერთოდ და ეგ იყო ჩემთვის ნუ აი რაღაც საოცარი აღმოჩენა. დაახლოებით პარალელურად გავავლო, როცა შიდა ჩემპიონატს აქ თამაშობ ფეხბურთს საქართველოში და პირველად რომ მოვხვდი საფრანგეთის მოედანზე, ანუ როგორც შიდა ჩემპიონატის მერე საფრანგეთში 30000 ადამიანი ეგ და მოედანი რომ ამათ უყურებ, როგორ ვარჯიშობენ, პროფესიონალიზმი, სტადიონზე სასწაული გარემო და რაღაცა ხო?
აი დაახლოებით იგივე პონტი იყო ჯონ სტიუარტთან მისვლა და ნახვა სოფლიოში იმ ჟანრში საუკეთესო შოუ, საუკეთესო წამყვანთან ერთად როგორ კეთდება. ევრო 2024-ზე გასვლაზე მეტად რა გაგხარებია? ჩემთვის ევროპაზე გასვლა კიდე სხვანაირი ემოცია იყო და ყველაზე დიდი და რატო ეხა ოღონდ რომ გარდა იმისა რომ გავედით იმის გამო რომ მაინც ადრე ფეხბურთს თამაშობდი ვიცი რას ნიშნავდა ეს და რა არის ნაკრების წარმოება რომ გადიხარ ჯერ ნაკრებში მოხვედრა რა არის და მე რომ გადიხარ ეს მე არ გამომიცდია ეხა თქვა მაგრამ ხო წარმომიდგენია ხო წარმომედგინა ხო ფიქრობდი რომ როდესაც გავალთ ევროპაზე ჩვენ როცა გავედით მეორე დღეს თვალები მქონდა დასიებული და ჩემწონი იყო რა იყო იტირეო თქვენგაცა და ბიჭო ვიტირე ასე რომ გავედით პროსტა კი არ ვიტირე რომ გავედით ჯერ იყო უდიდესი სიხარული მარტო ვიყავით ან ბენზინად შემებს და არავინ არ იყო თუ რაღაცა მე გამახსენდა რომ მეთქი აი რეები გვა გავილი რამდენი პრობლემები იყო გამახსენდა ის რომ ხანდახან საჭიროებს რომ ეძმაო დახაზეთ მოედანი თორე სად ვიმსაჯო კაცო ის ვისაც უნდა დაეხაზა კიდე იქით იყო სადღაც შეყუშასვავდა და აი სად უძმახარ შეაგროვეთ ფული და აი ჩვენ თვითონ ბიჭებს 2 ლარი რაღაცა რომ დაეხაზა ეს ყველა ის პრობლემა სტადიონი არ იყო ტყლაპოში ასფალტზე გადაწყაული ისინი რა პირობებიც გავიარეთ და გამახსენდა რამ ხელა საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე რამდენი რამე მოხდა ქვეყანაში ფეხბურთის სფეროში თუნდაც და რომ მოვიგეთ აი იმ დიდი ეიფორიის და ყივილის და ყვირილის მერე ჩავრთე ეს ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიპები რა რატომაც რა და თან კიდე დამატებით როგორი ენერგეტიკა იყო გახსოვს რომ პატრული და ტიპები რო ერთმანეთს ეხუტებოდნენ და მეტროში რომ მეტრო მოდის და საქართველოს დროშა და და აი დიდი ერთობა და სიხარული, სიყვარული, აი ყველაფერი ეს იყო შეზავებული იმასთან, რომ რაც გამოვიარეთ და თითოეული იმ ფეხბურთელის, იმ მწვრთნელის, იმის აი მადლიერების განცდა გამიჩნდა, ვინც აქამდე ეს მოიტანა. რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებიც ყოფილა, მაგრამ აი ის ხო, სხვა სიყვარულია. ეგ არის, მადლობა დიდი. მადლობა შენ მოწვევისათვის.